და თუ არა რომ უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვოს. მე მინდა რომ უკრაინაში ომი დასრულდეს. ადამიანები მინდა რომ გადავარჩინო. მილიონობით ადამიანი კვდება. მდგომარეობა უფრო ცუდია ვიდრე ამას თქვენ აჩვენებთ. სიტუაცია ძალიან რთულდება და ეს გზა მხოლოდ მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს. ჩვენ მესამე მსოფლიო ომთან ვთამაშობთ. და ამ დროს სად არის ჩვენი პრეზიდენტი? ძაღლივით გააგდეს წინასაარჩევნო კამპანიიდან. არც კი ვიცით ცოცხალია თუ არა. ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ განმარტავ კითხვას. ფიქრობთ თუ არა, რომ უკრაინის გამარჯვება ამ ომში ამერიკის ინტერესია? კი თუ არა? ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი იმაშია, რომ ეს ომი დასრულდეს. გაიმართოს მოლაპარაკება. უნდა გადავარჩინოთ ადამიანები. დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი იყოს, პუტინი ახლა კიევში იქნებოდა და მინდა გაიგოთ ეს რას ნიშნავს. რადგან პუტინის პოლიტიკა არ არის მხოლოდ უკრაინის შესახებ. მინდა გაიაზროთ, თუ რატომ არიან ჩვენი ევროპელი და ნატოს წევრი მოკავშირე ქვეყნები ასეთი მადლიერები იმისთვის, რომ თქვენ აღარ ხართ პრეზიდენტი და რომ ჩვენ გვესმის, რას ნიშნავს ჰქონდეს უდიდესი სამხედრო გაერთიანება, რაც მსოფლიო ისტორიაში ოდესმე არსებულა. მას ნატო ჰქვია. და რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ზელენსკისა და უკრაინელების უნარი იბრძოლონ თავიანთი დამოუკიდებლობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინი იქნებოდა კიევში და მისი ყურადღება იქნებოდა მიმართული დანარჩენი ევროპის მიმართ, პოლონეთიდან დაწყებული. მიდით და უთხარით 800,000-მდე პოლონელ ამერიკელს აქ პენსილვანიაში, როგორ უცებ დანებდებოდით იმისთვის, რასაც თქვენ მეგობრობას უწოდებთ ცნობილ დიქტატორთან, რომელიც ცოცხლად შეგჭამდათ.